თბილისის გულში, მეიდანზე, საუკუნეების წინ ვაჭრების ხმაური, ეთნოგრაფიული სიჭრელე და ქართული სტუმართმასპინძლობის კულტურა ერთმანეთს ერწყმოდა. წისქველი ჯგუფმა ძველი ტრადიცია გააცოცხლა. ეს ისტორიული სივრცე და ოდითგანვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი ახლა ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალის მასპინძელია. ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი წელს უკვე მესამედ მასპინძლობს თავის სტუმრებს. ეს გახლავთ ორი კომპანიის საერთო პროექტი წისქვილი ჯგუფისა და მეიდან ჯგუფის. ჩემს უკან თქვენ ხედავთ გორგასთვის მოედანს, რომელიც ისტორიული ადგილია თბილისისთვის და საქართველოსთვის. წინა საუკუნეში მას შაითან ბაზარი და თათრის მოედანი ეწოდებოდა. იკრიბებოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, ამიერკავკასიის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მცირე მეწარმეები, რომლებსაც ჩამოჰქონდათ მათი პროდუქცია და აქ მიმდინარეობდა ყიდვა-გაყიდვის პროცესი. და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ვაცოცხლებთ აი ამ ყველაფერს. ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი კულტურული და გასართობი პროგრამით ყველა ასაკის სტუმარზე იყო გათვლილი. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საბავშვო და საინფორმაციო სივრცეები დახვდათ. მოიწყო გათამაშებები და სახალისო შეჯიბრებებიც. განწყობა კიდევ უფრო სადღესასწაულო. ფესტივალი კი სანახაობრივი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გახადეს. საქართველოს კუთხეების ფოლკლორული ფესტივალი ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა და მე მინდა მადლობა გამოვუხოდო მათ, ვინც ხელოვნებას, ვინც კულტურას, ვინც ფერწერას, ვინც გრაფიკას აცოცხლებს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავაღორდინოთ ხელოვნება და ახალგაზრდები თანამედროვე სულისკვეთებით ავღარდოთ. მისასალმებელია ის, რომ ბევრი ფესტივალი ტარდება. ქართველის სულის გამოხატულება ღვინოში. აუცილებელია მსოფლიომ გაიგოს, მსოფლიომ ნახოს და დაიჯეროს ის, რომ ჩვენ ვართ ღვინის აკვარი. ფესტივალს მთელი დღის განმავლობაში როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინო და მეწარმეთა ნატურალური პროდუქტები დაეგემოვნებინათ. მე ლონდონიდან ვარ და უკვე მესამედ ვსტუმრობ საქართველოს. მე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კოლორადოდან ჩამოვედი და პირველად ვნახე ეს შესანიშნავი ქვეყანა. გაგვიმართლა, რომ ამ ფესტივალზე მოვხვდით. ჩვენ დავაგემოვნეთ არაჩვეულებრივი ქართული ღვინო, საინფორმაციო ჯიხურში, გავეცანით რეგიონების მეღვინეობას, მათ კულტურას. ვნახეთ რა უპირატესობები აქვს ღვინის ქვევში დაყენებას. ამასთან ერთად შევიძინეთ ბევრი მეგობარი და საქმიანი ურთიერთობებისთვის გავცვალეთ კონტაქტებიც. ერთი სიამოვნებაა უსმინო სცენაზე გამოსულ მომღერლებს და დატკბეთ ცეკვის ყურებითაც. მართლაც შესანიშნავი პროგრამაა. წისქვილი ჯგუფისთვის ქართული ღვინის და კუთხეების ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა. აქ ერთ სივრცეში იყრის თავს ქართული კულტურა და სტუმართმასპინძლობის მრავალფეროვნება. აქ მოსულმა სტუმრებმა მოусმინეს ქართულ ფოლკლორს, ნახეს ქართული ქორეოგრაფია, დააგემოვნეს ღვინო. წისქვილის გამორჩეული ქართული ტრადიციული კერძები. ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და წელს მესამედ უმასპინძლობთ და ვფიქრობ, რომ ამას მუდმივი ხასიათი ექნება, ამიტომ წელს გემშვიდობებით, მაგრამ აუცილებლად შევხვდებით მომავალ წელს. წისქვილი ჯგუფის ორგანიზებით უკვე ტრადიციად ქცეულმა ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ღვინის, მდიდარი ტრადიციებისა და სტუმართმასპინძლობის ქვეყანაა.